მე გახლავართ ქეთევან გარსევანიშვილი, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთავარი ექთანი, ამავდროულად გახლავართ საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი. ჩემ დროს ძალიან პრესტიჟული იყო საექთნო სპეციალობა, ძალიან რთული იყო მოხვედრა სამედიცინო სასწავლებელში, ასე და ამგვარად მოვხვდი სამედიცინო სასწავლებელში, მესამე სამედიცინო სასწავლებელში. სპეციალობა ფერშალზე, საერთოდ მედიცინა ძალიან რთული სფეროა და ექთნება მით უმეტეს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ძალიან დიდ დროს ატარებს ექთანი პაციენტთან, ექიმთან შედარებით. ექთნება არ არის მხოლოდ რაღაც გარკვეული მანიპულაციის შესრულება, ეს არის მოსმენა, პაციენტის ტკივილის გაზიარება, მოვლა პაციენტის, რომელიც უამრავ სხვა ასპექტებს მოიცავს. აი ამ მოვლაში იგულისხმება ძალიან ბევრი რამე. ტკივილის შემსუბუქება, თავისთავად ცხადით გულისხმიერება, ყურადღება, პაციენტის ჭირველობის მოთმენა, ხო, რთულია, საკმაოდ რთულია. მაგრამ ამავდროულადაც სასიამოვნო განცდაც არის, იმიტომ რომ შენი შრომის შედეგს უცბად ხედავ, ხო, გამოჯანმრთელებული პაციენტის სახით. ასევე ღებულობ მადლობასაც იმ ადამიანს, ანუ მადლიერების გრძნობაც უხვადა აქ აი ამ პროფესიას. ჰოსპიტალური ქსელი საესტემო განვითარებამ თავისთავად მოთხოვნები სხვანაირი წაუყენა უკვე სპეციალისტებს. შეიძლება რაოდენობა იყოს საქართველოში კვალიფიციური დიპლომირებული სპეციალისტების, მაგრამ კვალიფიკაცია უკვე ძალიან ისეთ პრიორიტეტად და პირველ ადგილზე წამოვიდა. რა არის მნიშვნელოვანი? გარდა თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევებისა, აუცილებელი გახდა კომპიუტერის ცოდნა, უცხოენების ცოდნა. ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკა, ანატომია, ბიოლოგია. ეს ძალიან საჭირო საქმეებია, რომელიც ჭირდება ადამიანს ამ პროფესიაში მოსვლისათვის. არის პირველი რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს, ის გულისხმიერება, ის მსრუნველობის გრძნობა და პაციენტის სიყვარული. თუ ეს გრძნობა არ აქვს, ვერ იმუშავებს ამ პროფესიაში, ვერაფრით ვერ იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ექთნობას ისწავლის, მაგრამ აი ეს პიროვნული თვისებები მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უკვე კრიტიკული აზროვნება. გადაწყვეტილების სწრაფი მიღება, რეაგირება, ოპერატიული ამ გართულებებზე. სირთულეები პროფესიას ახასიათებს. რაში მდგომარეობს ეს სირთულე? როდესაც ამდენი პრობლემები დატვირთულ ადამიანს აწყდები მისი ოჯახის წევრებს, თავისთავად ცხადია, გიწევს ძალიან მოთმინებით, დიდხანს, რუდუნებით აუხსნა ამ ადამიანებს საჭიროება, კურნალობის მოვლის, იმ მანიპულაციის, რაც უნდა გაუკეთო. ყოველთვის შენი პიროვნული არის უკან. წინ მოდის პაციენტის გაჭირვება და მისი ტკივილის გაზიარება. რთულია ეს, ყველას არ შეუძლია, ამიტომ ვიძახი სულ, რომ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები ცოტა უფრო მაღალ ფასეულობებს ფლობენ, ვიდრე ჩვეულებრივად არის ხომ. სასიამოვნო ბევრი აქვს. ნამდვილად ჩვენს პროფესიას, როგორც გითხარით, არც ერთი პროფესია არ იძლევა ალბათ შედეგის აი ესეთ სწრაფ, როგორ გიხარით, მოკლე დროში, რომ დაინახო შენი მუშაობის რეზულტატი, შენი მუშაობის შედეგი, როგორც მედიცინაში. ყველა ექთანს აქვს ალბათ სიამაყის შეგრძნება, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე გააკეთა თავისი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე. მე ვფიქრობ, ამ განცდისათვის ღირს ცხოვრება. პრაქტიკოსი ექთნების დეფიციტი ნამდვილად არის. ექთან მენეჯერების პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა ნამდვილად ექნება. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მივედი საოპერაციოში. განყოფილების გამგემ მითხრა, დაივიწყე, ყველაფერი ვიწყებთ ხელახლა. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი და უცხო იყო. მე მივხვდი თუ რას ნიშნავდა მისი სიტყვები, იმიტომ რომ თეორია ძალიან კარგი, მაგრამ თუ პრაქტიკული უნარჩვევები არ გააჩნია ექთანს, მას მუშაობა ძალიან გაუჭირდება.